გამარჯობა, აჭარა Times იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. ვიმყოფებით ბათუმში, კერძოდ თამარის დასახლებაში, სადაც იმართება საპროტესტო აქცია. აქ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გრიშაშვილის ქუჩაზე, ახალ კორპუსში, რომელიც ასევე ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში აშენდა, გამოიკვეთა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაზეც ეს ადამიანები ცოტა მოგვიანებით ისაუბრებენ და როგორც მითხრეს და შემატყობინეს, მათ არაერთი მიმართვა ჰქონდათ ბათუმის მერიის მიმართულებით, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკითხები, პრობლემები არ მოგვარდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს აჭარა Times-თან დაკავშირება და მათი სათქმელის გახმოვანება ამ ფორმით გადაწყვიტეს. ჩვენ ცხადია მოვედით ადგილზე და მოვისმენთ ამ ადამიანების მოსაზრებებს პირდაპირ ეთერში გაგაცნობთ და ცხადია პასუხისმგებელი პირები მოისმენენ პირდაპირ ეთერში თუ რა აქვს სათქმელი ამ ადამიანებს. მოდით რომ არ გავაგრძელოთ მეტი, დავიწყოთ უკვე პირდაპირ ეთერში ამ ადამიანების მოსმენა, ვნახოთ რა აქვთ მათ სათქმელი, რას გვეტყვიან ისინი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ აჭარა Times-ის. გითხარით, რა გაქვთ სათქმელი, რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა აქ და რატომ გადაწყვეტეთ, რომ უკვე მედიით შეატყობინოთ ადგილობრივ თვითმმართველობას თქვენი პრობლემები? მოგესალმებით, გრიშაშვილის 9 ნომრიდან ჩვენ მოვხდით პროგრამაში ავარიული სახლების გარეშე, მაგრამ უკეთესი იყო გვეცხოვრა იმ ძველ სახლში, ვიდრე ახალში. პრობლემა ძალიან ბევრია. პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ დღემდე არ გვაქვს თითქმის თვეზე მეტია გაფუჭებულია ლიფტი, აქ ცხოვრობს ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და არ გვაქვს ლიფტი. როცა იყო, მაშინაც ეს ლიფტი ძალიან ცუდად მუშაობდა. ჩაგვაბარეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რამოდენიმე ბავშვი ჩაიკეტა, ჩვენი სახსრებით ვთილობდით ბავშვების შველას, აქ იყო საშინელ მდგომარეობა, ჩამოდის წყალი, ფანჯრებიდან შემოდის წყალი, ჭერი ჩამოინგრა წყალის ჩამოსulis შედეგად და რომელი ერთი დავასახელო, არ ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემაა. ვთხოვეთ მერიას, უკვე რამოდენიმე დღეა ვთხოვთ მერიას, გადაგვიტანა დღეს, ხვალ, ზეგ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის. ბატონ გიორგი ცინცაძესაც შევხვდით და დაავალა ზედამხედველობის სამსახურს, კეთილმოწყობის სამსახურს, მაგრამ ისევ ყურადღება ჩვენსკენ არ არის მომართული. ანუ საცხოვრებლის გაუმჯობესების მოტივით დანგრეული და ახალი აშენებული კორპუსი აღმოჩნდა თქვენი დისკომფორტის მთავარი წყარო, ხო? ახლა რასაც თქვენ ყვებით, ფაქტობრივად სარისკო შენობაში ცხოვრობთ და ამის შესახებ აქვთ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. თქვენი აზრით, რატომ არ ახდენენ ისინი რეაგირებას ამ პრობლემებზე? არ ვიცით. ჩვენ ვერ გაგცემთ პასუხს, ეს თვითონ მერიის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. და თქვენ ახლა რას აპირებთ? აქ იმიტომ შეიკრიბეთ, რომ ამ ფორმით მიეწოდოთ უკვე ინფორმაცია შესაბამის უწყებებს კიდევ ერთხელ, ხომ? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფორმით გვინდა რომ ხმა მივაწვდინოთ შესაბამის უწყებებს და მოგვაქციონ ყურადღება, თორემ ჩვენ უკვე სხვა ფორმაში გადავიტანთ მერე ამ შეხვედრას. კეთილი, პირდაპირ ეთერის ბოლოს დავათვალიეროთ უკვე შენობა რა ხდება ვიზუალურად რა მდგომარეობაში, მანამდე მოვისმინოთ აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებები. მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ რა პრობლემა გაწუხებთ, ვის მიმართავთ და რა საკითხის მოგვარებას ითხოვთ? როდესაც შემოგვასახლეს, მოგესალმებით პირველ რიგში, როდესაც შემოგვასახლეს, იყო ძალიან ბევრი ხარვეზი, გაზის შემოყვანაზეც ძალიან ბევრი ვირბინეთ. ალბათ მთელი თვე რო გაზის შემოგვეყვანა. ბევრი ხარვეზი ჩვენ თვითონ აღმოვხარით ჩვენი სახსრებით, გავაკეთეთ. ეს ლიფტიც რა ვიცი, უარგისი შეიქნა, იმიტომ რომ ბევრჯერ ჩაიკეტა ხალხიშით, ბევრჯერ გათიშული იყო, ახლა ერთი თვეა საერთოდ გათიშულია. და ულიფტოთ გვიჭირს, ვართ ხანდაზმულები, არის ბავშვიანები, არის ავადმყოფები და ძალიან რთული მდგომარეობა ლიფტის გამო. თვითონ საცხოვრებელში რა მდგომარეობა არის, ესეც რომ აღწეროთ? ზევით მე-6 სართულზე წყალი ჩამოდის და უჭირს იმ ხალხს და დაბლა ახლა წყალი ჩვენ დაბლა სართულებს არ გვაწუხებს. ჯერჯერობით. ხო, ჩვენთანაც ჩამოვა მერე და გაკეთება უნდა. იმას ფანჯრებიდან ასხავს. ფანჯარა ვერ გაგვიღია. ხო, ფანჯარა ვერ გაუღიათ. თქვენც რომ გითხრათ, ხალბატონო, რა გარემოში ცხოვრობთ? კარგით. ეხლა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ. ჩვენი ძალიან ლამაზი სიმპათიური მერი რო ავირჩიეთ გებრიელად ლამაზად და რომ მოვიდა მანამ და დაგველაპარაკა ძალიან გებრიელად რომ ამ სახლის პრობლემებს მე გადაგიწყვიტავთო
გულისხმობ წინასაარჩევნოდ იყო მოსული. ხო, იყო, მე მოვიდა, ნუ ამ სახზე ჩვენო მე ამდენი პრობლემა არ ვიცოდიო, მე შეხვდა ჩვენი თავმჯდომარე და უთხრა, რომ ესო ყველაფერი მოგვარდებაო. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენმა თავმჯდომარემ ბევრი იომა მაგისთვის, უბრალოდ რომ შეხვედრო და ჯერ კიდე და ინფორმაცია მიეწოდებინა შესაბამის უწყებებს და იმათმა კიო დღეს ხვალ და მე დღე ხავალი ეკაცსაო, თოვლი მოადგა, გარსაო ნენა მოვიდა ეს ხვალინდელი დღე და ეხლა გითხრა მე რაღაც მაწუხებთო. ამ დროს ჩვენმა იმან ვინც იყო აქ რა ქვიოდა იმას ბრიგადირი თუ რა ქვიოდა ზედამხედველი მშენებელი ვინც იყო იმან თქვა მე როცა ჩავაბარეო ეგ სახლიო მე მევალებოდა 3 წელი ამის მოვლა პატრონობაო მაგრამ ჩვენმა მერიამ ჯერ კიდე კი არ იყო ის ახალი მერი და ამიტომ ჯერ ვერ ვაწვევოდით იმას ახალ მერს მაგრამ იმ ახალმა მერმა თქვა რომ მოვაგვარებო ამ საქართველოს ოცნების ხელისუფლება დღემდე სადავეებში. კი ბატონო მაგრამ არ დაგიმალავდა მეც ქართულ ოცნებას მივეცი ხმა იმის მოტივით რომ ახლა ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ რა თქმა უნდა მაგრამ მე მთავარია აგერ საცხოვრებელი სახლიც როგორ არის ჯერ ერთი და მე მეორე ისა რა ქვია ნუ რაც დაგვირდელ ხო მოგვატყუილენ თუმცა გამოდის რომ თქვენს მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ არ მოისმინათ შემდგომ უკვე თქვენი. ხო და ჯერ მაგიტომ მინდა მივაწვდინო იმ მერს კი ლამაზ ბიჭი რომ არის არჩეული ხო იმან გითხრა რომ მოგიგვარებთო ბატონო და ველოდები სადაა მოგვარება ხო არა მე ვეუბნები ეხლა ლიფტზე რაც შეეხება ხო მოიცა ლიფტი რამდენი ხანია უკვე გაფუჭებული არის და გაგიკეთებთო ამას ვიზამთ იმას ვიზამ ნუ მოგვატყუილა რა თქმა უნდა მე დავიკავებ თუ გინდათ ხო და იმით რომ ცოტა ბევრი მაქვს სალაპარაკო და არ ვიცი რამდენს მოვედო ამისთვის არსებობს პირდაპირ ეთერი რომ თქვენი სათქმელი გავიდე. ამიტომ ის არის რა ქვია მოდის გიხდი თუ დაიღლები კიდე ხო და გითხრა რომ ისაო რა ქვია მე მოგიგვარებთ ამ საკითხსო სადა არც არაფერი არ მოგვიგვარა ჯაბა მართლა კარგი ბიჭია და მართლა იმას ვამბობდი მე გადამცილდა ცოტა ახალში შესული ვარ და ხო კი ბატონო ხო და უბრალოდ იმან გითხრა რომ ისაო ჩემიო მე მევალებოდა 3 წელი მართლა ოღონდ სერიოზულად ეხლა უბრალოდ ეს არის სიმწრის სიცილი რასაც ვაკეთებდი მაგრამ გითხრა რომ 3 წელიო ჩვენ გვევალებოდა ამისი მოვლაო და ეს წაურთმევია მერიას ამისი მოვლა პატრონობა ამათანო ანგარიშზე რაც კი ფული იყო ყველაფერი წაუღია ან თქვენ გულისხმობთ კომპანიამ უკვე ექსპლუატაციაში გადააბარა ბათუმის მერიას რომლის თავის კეთილინებით კი არა ანუ თვითონ აიძულენ ალბათ არ ვიცი მე რა მოხდა ხო ძალიან გაბრაზებული ვარ არ შეიძლება ცოტა არეულად ლაპარაკობდე მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ ხო მე რა ისა რა ქვია ანუ პირდებოდა აქამდე და ფაქტის ახაზია რომ დღეს იყო ბოლო დღე დღეს არა უკაცრავად გუშინ იყო ბოლო დღე და არც არაფერი ამიტომ იძულებული გავხდით რომ მივმართოთ ჯერ თქვენ დაგირეკეთ მობრძანდით მე კიდე გადავკეტავთ მერიას აუცილებლად გადავკეტავთ იმიტომ რომ მე კი ვცხოვრობდი ავარიულ ბინაში მაგრამ ამაზე უკეთესად გქონდა ფართიც გქონდა რომ შემოვედი იმდენი რაღაცა გავაკეთე რომ ჩემი სახსრებით თან კვადრატობა ჯერ ერთი მიკლებული გვაქვს ყველას რაც გვიწერია ყველას მიკლებულია ამას კიდე დავიართ და გადავიანგარიშებთ ყველა კვადრატობას მე ახლა მე-5-ზე მე-5-ზე ვცხოვრობ ახლა და მე-6-ზე რომ იმ ადამიანებს რო ჭერი უკვე ჩამოუვარდათ და კაციშვილი არ უკეთებს იმათმა რომ ვეღარ გააკეთონ თავის სახსრებით ჩემთან ხო ჩამოვიდა მეც ვერ გავაკეთე ჩამოინგრება ფაქტიურად ხო ესე იგი არავინ არ გვაქცევს ყურადღებას და ხო ძალიან გაბრაზებული ვარ მადლობა სხვების მოსაზრებებიც მოვისმინოთ მოგესალმებით ქალბატონო პირდაპირ ეთერში ვართ გითხარით თქვენ რა გაქვთ სათქმელი და რა მდგომარეობაშია ის ადგილი სადაც თქვენ ცხოვრობთ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ბარაკიდან გადმოვედით სიხარულით რომ მერი შეგვირდა რომ მოწყობილ ბინაში გიშვებთო ვეში შეიტანე და იცხოვრე მეტი არაფერი არ დაგჭირდებაო ასე გითხრეს ამასობაში გადმოვედი პოლზე მისვლამდე როგორც პენსიონერი ქალი პოლზე მისვლამდე აყროლებული იყო ბოდიში ამ სიტყვისა ლამინატი ის აყრა მომიწია პოლის შეცვლა მომიწია ელექტრობა გაკეთებული არ იყო იმის გამოცვლა მომიწია და საშინე კიბეზე არ ამეისვლება არც გაკრასკული არც დაგებული შეიძლება კისერი მეიტოხოს ადამიანმა ისეთი მდგომარეობა კიბეზე რომ ახვალ ამიტომ არ ვიცი გვპირდებოდნენ და არაფერი არა აგერ ლიფტი გაგვიფუჭდა ვერავდივართ ვერ ჩავდივართ ეგერ კარები გაგვიფუჭდა გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს და ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ და ასე მოგვატყუა ამ ხალხმა მერჩია ბარაკში ყოფილი ვიყავი და კვადრატულობა რო დაგვაკლეს ამას ორი აზრი არა აქვს ხო ყველა ასეთ მდგომარეობაში ვართ
ძალიან გაბრაზებულები ვართ ყველა. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენ რა გარემოში ცხოვრობთ, რა ტიპის პრობლემები არის და ვის მიმართავთ? ფაქტიურად მივმართავთ მერის პროგრამაში მოვხდით ჩვენ, ავარიული სახლი იყო ჩვენი. გადმოვედით, ძალიან სასწრაფოდ გადმოგვიყვანეს სხვათა შორის. 15 დეკემბერს გითხეს რომ უნდა დაიცალოსო, გამოგვიცხადეს იმ 22 ბარაკში ამხანაგობის თავმჯდომარე ვიყავი. სასწრაფოდ ყველამ გადმოვიდნენ, უკმაყოფილო არიან აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ არც ფართები არ მოგცენ ის რაც უნდა ყოფილიყო, ყველგან ნაკლები არ იყო ფაქტიურად რემონტიანი, რაც გვეუბნებოდა რომ ევრორემონტიან ბინებში შემოგვიშვებთო. არც ევრორემონტიანი ბინები არ ყოფილა და ფაქტიურად ხალხმა თავისი ფულით აკეთეს ეს რემონტები აქ. მეორედაც ეს არც კარები, ნორმალური შემოსასვლელი კარები იყო, ფაქტიურად ის რა ქვია, საწყობის კარები, ჩვენ თვითონ შევცვალეთ. კიბეებია და მოუწესრიგებელი. როცა ამ სახლს აშენებდნენ, მე ძალიან კარგად დავინახე, აქი და აქ რა ქვია, იყო მასალა დაწყობილი, რომელიც გაიტანე. და კიბეები დღეს რო დაინახო, არის მოუპირკეთებელი, ისე მიტიებული. ციმენტი შედის 24 საათი ახვალ და ჩამოხვალ ციმენტი სახშია. მეორედად ფანჯრები, კედლები, საპირფარეშო ყველაფერი არის მოუწესრიგებელი. აქ რა არის თუ ასეთი თვალსაჩინო იყო ამ ტიპის პრობლემები, რასაც თქვენ ამბობთ, არის საგანგაშო, ასე ვთქვათ. რატომ აქამდე არ განაცხადეთ ან თუ გითქვამთ ვინმესთვის ეს? რატო არ გვითქვა ამს? როცა გადმოვედი, მე გამოვედი ძალიან გვიან. ყველა გადმოვიდა და ყველა აკეთებდა, იმიტომ რომ იმდენად მოწყენილი ქონდა ხალხს, ზემოდან ჭერი ჩამოდის, ქვემოდან წყალი შემოდიოდა. ჩვენი ავარიული სახლი იყო ძალიან გახეთქილი. რო გადმოვედი, ჩვენ გვეგონა რომ არის აქ იქნებოდა დაგვხდებოდა სასწაული. ჯერ ძალიან სწრაფად გადმოგვიყვანეს. 15 დეკემბერს დაგვაცლიეს და აი უკვე ერთი წელი გადის მოუწესრიგებელი. რატომ მიჩქარეს თქვენი გადმოყვანა, თქვენ რა ვარაუდი? დაინგრევა იგი და დარჩებით ქუჩაშიო. და კვადრატობაც ფაქტიურად მომცენ 26 კვადრატი ორი ბინა მქონდა შვილსამე 26 კვადრატში არც აივანია და არც გაზი არაა შიგნით და რით უნდა გავთბე ასაკოვანო ადამიანა მე არ ვიცი მე უკვე ცხოვრობ 9 თვეა ზამთარი მოვიდა და გასათბობი არა მაქვს მე არ ვიცი პლუს ამას კიბე თქვენი აზრი თავად ყოფი ვარ გაკეთებული მაქვს სტენდირება იმ ფაქტის მერე კიბე ისა რა თქვია ლიფტი რაც გადმოვედი ყველა კვირაში ფუჭდება აბსოლუტურად პასუხისმგებელი არავინ არ არის დარეკავენ მოვა ვიღაც გააკეთებს უნდა გადაუხადონ ფული ჯერ იყო და ამბობდნენ რომ მე ვითომ ლიფტი გაკეთდეს უნდა და გადაიხადოთ მათ ფული ეხლა ამბობენ რომ აღარ გააკეთებენ გამოსავალი ხო უნდა იყოს ჩვენ ხო არა ვართ ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ და გვინდა ნორმალურად ცხოვრება ამიტომ მერსაც მივმართავ პრეზიდენტსაც მივმართავ და ყველა ვინც კი არის ამ საქმეში ჩახედული მოაქციონ ყურადღება ხალხს და ხალხმა რომ ხმა მისცენ ეს უნდა ცოტა შეიგნონ აი თქვენ რა ახსნა გაქვთ ქალბატონო რატომ აიგნორებს თვითმმართველობა არიან ყველა აბსოლუტურად ერთიდან დაწყებული ბოლომდე დამთავრებული უპასუხისმგებლოები არავინ არ მოსულა და არ უკითხია რომ როგორ ცხოვრობთ რა შვებით არავის არ უკითხია ხალხი წვალობს მართლა მიდიან მუშაობენ და აკეთებენ რომ იცხოვრონ რომელი საუკუნეა რატო არ უნდა იყოს არჩევნებზე გვეხო აქ იყო აი მერთან შეხვედრა დაგვინდა რომ მოვალდო ჩვენო და ჩვენ მოუყევით რომ ესეთი სიტუაცია ქონდა და არჩევნების დროს იყვნენ მოსულები მერე უნდა მოსულიყვნენ და დღემდე არ მოსულა არჩევნები რამდენი ხანია ჩაიარა შეხვედრაზე მაქვს დაწერილი და უკვე მესამე მერი მოდის ამ ერთანაც ჯერ შეხვედრა არ ჩატარებულა რომ გავსავრებულიყარ დობენ იმას რა თქვია გადადობენ ჯერ არც ალია სესიაზე არიან შეხვედრაზე არიან მე არ ვიცი ვის ხდებიან ჩვენთან აქ არავინ არ მოსულა ერთი წელი არავის არ ვუკითხავთ არც დეპუტატს არც გამგებელს აბსოლუტურად თუმცა ტელევიზორში ალბათ გესმით ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსაზრებები რომ ხალხთან არიან ხდებიან დაპირება მაგრამ აქ არაფერი ასრულდება დაპირება კარგია იმეც როცა აძლევა და იმედის ბოლოს წდება მე ფეხით ავდივარ აგერ ზემოთ რატო უნდა ევიდე მაშინ ლიფტი არ ყოფილიყო და არ იქნებოდა საჭიროება თუ კი ბინას მაძლევ კეთილ მოწყობილს უნდა მომცე კეთილ მოწყობილი ადამიანი არ უნდა წვალობდეს
ასაგებია. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც აშენდა ახალი კორპუსი, ავარიული კორპუსის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აქ მცხოვრებლების თქმით არის დაუმთავრებელი და იკვეთება რიგი სახის პრობლემები. საუბარია იმაზე, რომ შენობაში ჩადის წყალი, ზოგიერთ მათგანზე უკვე ჩამოვარდა ჭერის ნაწილი, ასევე მოუწესრიგებელი არის ლიფტი, ასევე კიბეები და მოკლედ რიგი პრობლემები იკვეთება, რაზეც ისინი საუბრობენ რამდენიმე წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბათუმის მერია მათ მიმართვებს და მათ პრობლემებზე რეაგირებას აგვიანებს და ხშირ შემთხვევაში არის მათი მოთხოვნები იგნორირებული. თუ ვინმეს აქვს კიდევ სურვილი, შემიძლია პირდაპირ ეთერში მოვუსმინო და თავიანთი სათქმელი გადავცე პირდაპირ ეთერში. კეთილი, მაშინ სჯობს რომ ავიდეთ უკვე შენობაში და ვაჩვენოთ მაყურებელს რა მდგომარეობა, რაზეც თქვენ საუბრობდით. შეგვიძლია წავიდეთ თან პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მართავდა საპროტესტო აქციას. ეს იმიტომ გადაწყვიტეს, რომ თვითმმართველობამ, კერძოდ ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნები დაიგნორა, მოსახლეობას არ შეხვდა აქ მცხოვრებლები, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ მედიის საშუალებით მიმართონ საზოგადოებას, ასევე შესაბამის უწყებებს, რათა კიდევ ერთხელ ამ ფორმით ყურადღება მიიქციონ და მათი პრობლემები დროულად მოგვარდეს. შენობაში შიგნით სადარბაზოში შუქი არ არის, როგორც ჩანს, ყველგან შესაბამისად შესაძლოა კადრში ხილვადობა არ იყოს. თან შეგიძლიათ ქალბატონო აგვიხსნათ რა ხდება. წეგან საუბრობდნენ, რომ კიბეებზე არ არის დაგებული. აი, ასეთი კიბეები გვაქვს, მოუპირკეთებელი, საშინაო მდგომარეობაში აქვს მოხვეტვა, ხო, მოხვეტით ვერ ხვეტავთ, მოწმენდით ვერ წმინდავთ და საშინაო მდგომარეობაში. აი, კი ხედავთ, აგერ ნახეთ, დაწყებული აქვს უკვე ჩამოტეხა. უკვე ხდება. ანუ მეტლახი არ არის დაგებული და მხოლოდ არის ბეტონი. მხოლოდ ბეტონი და რაღაც უსახური კრასკა, რომელიც გამოუსადეგარია ალბათ. ასეთი მდგომარეობა ჩვენთან. ხო, ეს სხვათა შორის პირველი შემთხვევა, როცა საფეხმავლო ადგილზე არის საღებავით შეღებილი და არ არის მეტლახი. ლიფტი რამდენი ხანია რაც არ მუშაობს? ლიფტი უკვე თვეზე მეტია არ მუშაობს. მაგრამ როცა მუშაობდა, მაშინაც იყო პრობლემური. იკეთებოდნენ ბავშვები, იკეთებოდნენ მოხუცები და ჩვენი სახსრებით ვთილობდით გაგვეღო კარები და გამოგვეყვანა დროულად. და რატო ფუჭდებოდა? უხარისხო იყო ეს ლიფტი. ხო იყო თავიდან ეს ლიფტი. და ახლა წყალი როცა შემოდის, ნესტი არ არის ამ შენობაში. გაჩვენეთ ახლა ნახავთ რა მდგომარეობაა ახლა ოთახებში. ეს არის ბოლო სართული, სადაც ჩამოვარდნილია ჭერი. აი ერთი მოსახლე იძახის, რომ არავირჩევდით მაშინო მერსო, სიარული გვიჭირს მაღალ სართულებზე. აქ ცხოვრობენ ხანდაზმულებიც, რის გამოც მათ უჭირთ საუბარი. მოგესალმებით. ბოდიშასე გაუფრთხილებლად შემოგეჭერით. უკვე დიდი ხანია ვატყუებენ დღეს მოვად გავაკეთებთ. ხან ამბობენ რომ გავაკეთებიებთ ბრიგადას, ხან თქვენი სახსრებით გააკეთეთ. მაგრამ აი ორ ოთახში ცხოვრობს ადამიანი, ორი ოთახიდან ერთს ვერ სარგებლობს. ასე არის რამოდენიმე ოთახი, კიდე გვერდითაც გაჩვენებთ, როგორი სიტუაცია. და ეს ჭერი ჩამოვარდნილი სარისკო არ არის ასეთ. სარისკო ამიტომ გავათავისუფლეთ ამიტომ ოთახები, საწოლები ავალაგეთ და ბავშვებს ვერ ვაწვენთ ფაქტიურად აქ. ანუ ოთახში ახლა მცირეწლოვნებიც არიან ამ. კი, რა თქმა უნდა, ოჯახში არიან მცირეწლოვნებიც. მე მაინტერესებს ერთი რამ. უკვე რამდენი ხანია თხოვნით მივდივარ და ვეუბნები ამ სიტუაციას, რომ მოგვიგვარეთ ეს მდგომარეობა. კაცი ამბობს, რომ ვერ ვნახულობ თანხას, შესაბამის თანხას ვერ ვნახულობ. სად ვნახო, ვინ მოვნახო, მე ვიყავი შევხვდი მერს, მერმა დააბალა, რომ მოაწესრიგე ეს პრობლემა მოუგვარე ხალხს და შეგვპირდა მაშინ. მერთან შეგვპირდა, მაგრამ იმის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ მისი საქმე არ ყოფილა. მე დღეს გავარკვიე, რომ კომპანია, რომელიც ამას აშენებდა, 3 წლიანი მოვლა პატრონობის ვალდებულება ქონდა აღებული. ეს მერიამ ეს ვალდებულება წაართვა,
გადაიტანა თავის მოვალეობად, რატომღაც ასე ჩათვალა, რომ თვითონ უნდა მოევლოდა ეპატრონა ამ სახზე, რაც საერთოდ არ გაკეთებულა. საერთოდ აი ნახეთ კიდე რა მდგომარეობაშია. ყველგან არის ეს მდგომარეობა. შემოდის წყლები. გულისხმობ დაინესტა უკვე კედლები. დაინესტა, რა თქმა უნდა, აი ნახეთ, პატარა ბავშვები 6 წლის და 2 წლის ბავშვს უნდა ეძინოს ამ ოთახში და ნახეთ რა მდგომარეობაშია. აი ნახეთ. და ასე ბევრთან ასეა. აი ხლა ალბათ საძინებელია როგორც ხედავ და უკვე გაალაგებული არის საწოლი და ის იმიტომ რომ ეს არის საფრთხის შემცველი ეს სახლი ეს ოთახი კონკრეტულად იმიტომ რომ თქვენ ახლა მაყურებელს მიმართავ პირდაპირ ეთერში ხედავთ საცხოვრებელ კორპუსში რომელიც არის ახალი წესით დაიწყო ჭირმა ჩამოსვლა და ეს კადრზე ძალიან კარგად ჩანს არის სარისკო სწორედ ამიტომ როგორც ჩანს ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ამ ოთახიდან გაიტანოს საწოლი რადგან ბავშვებისთვის ეს ოთახი არის სარისკო თუმცა საერთო ჯამში ალბათ ამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ისმის კითხვა რამდენად უსაფრთხო არის ეს შენობაც ხო? არ არის უსაფრთხო. წარმოიდგინეთ რომ არ არის ეხლა ვითომ რაღაც ზემოთ გააკეთეს მაგრამ ფაქტიურად არ არის ასეთი ჭერი არის ბევრგან შეიძლება ჩამოვარდეს ყველა ესე იგი წამიერად შეუძლია ჩამოვარდეს და დააზიანოს ბავშვი. ამიტომ მე მიმართავ თხოვნით. ვისაც ხელს ეწიფება ეს სიტუაცია, ვინც არის ამის პასუხისმგებელი. მოვიდნენ დროულად მოგვაქციონ ყურადღება, სანამ არ გავსულვართ ქუჩაში, არ გადაგვიკეტია გზები და სხვა ხერხზე არ მიგვიმართავს. კეთილი ინებოს ბატონმა მერმა რომ შემხდა და დამპირდა რომ მოვალ ქალბატონო და ადგილზე გავერკვევი მდგომარეობითო. არ მოსულა. როგორც მისი წინამორბედი იჯდა კაბინეტში, ისე ჯდას თვითონაც და მე მგონი საერთოდ არ აინტერესებს ხალხის ბედი. მანამდე მოდიოდა შეხვედრებზე და გთხოვდა რომ ხმა მიგვეცა და მივეცით კიდევაც ხმა და მივიდა და დაბრძანდა თბილისის კამში და აქ რომ ბავშვები უნდა იყონ და ბავშვებს ოთახი ჭირდებათ ეს არ აინტერესებს. კიდევ ერთი რაღაცა. ამ სახლში ჩვენი პრივატიზებული სახლი იყო, დაინგრა, აშენდა და ზოგს ფართიც არ აქვს ნორმალური. 7 ბინა აქვს მერიას ჩაკეტილი. რატომ აქვს ეს ბინა მერიას ჩაკეტილი მაინტერესებს. კეთილი ინებოს, დაყიდოს, გააჩუქოს, გაასხვისოს ეს ბინები თანხას თუ ვერ მოიძებს. კომპანიას წაართვა ფაქტიურად ამ მოვლა პატრონობის ვალდებულება და თანხაც მიითვისა თვითონ, ხომ? 3 წელი ეს თანხა იყო ჩარიცხული, 3 წლიანი თანხა იყო ჩარიცხული. მოდიოდა მე როცა მჭირდებოდა ამ ადამიანს ურეკავდი, მოდიოდა და მართლა გვემსახურებოდა რა არ გაგვიკეთა, მაგრამ ეხლა ამის შემდეგ რაც მერიამ გადაიბარა, ყურადღება ნოლია. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ამ სარისკო შენობაში? 50 ოჯახი ცხოვრობს ამ სარისკო შენობაში. და რამდენი ხანი არა ითხოვთ მერთან შეხვედრას? მერთან შეხვედრას ვითხოვს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. თქვენი აზრით რატომ არ გხვდებათ, რატომ არ მოდის აქ თვითმმართველობის წარმომადგენლები? მე ერთადერთი აზრი გამაჩნია, ალბათ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ აინტერესებს მოსახლეობა. თავარი მისი პრობლემა მოიგვარა, დაჯდა კაბინეტში და არ აინტერესებს მოსახლეობის პრობლემა, რა პრობლემა გვაქვს ჩვენ. მანამდე ხდებოდა ხალხს, ხან სტადიონზე, ხან სადმე პარკში და ხდებოდა იმიტომ რომ ხმა მიგვეცა. მივეცით ხმა და განაღდებული აქვს მისი ჯდას კაბინეტში ეხლა და იქიდან მართავს რაღაცას, მაგრამ რას მართავს არ ვიცი, იმიტომ მე შემპირდა, თვითონ მე შემპირდა, შევხვდი და შემპირდა, მოვალ გავეცნობიო. არ შემხმიანებია, ალბათ რომ მივიდე კაბინეტშიც არ შემიშვებენ. ეხლა თქვენ ახსენეთ რომ წინასარჩევნოდ იყო დაპირება გასცა მიეცით ხმა. აი მე მექნება ასეთი კითხვა, როგორ ენდეთ იმ ძალას, რომელიც 13 წლის განმავლობაში არაერთ დაპირებას ასრულებს. მაინც რა გახდა იმის საფუძველი, რომ კიდევ ერთხელ გადადგით ეს ნაბიჯი? რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ გადავდგით და მოტყუებული დავრჩით. შეცდომა დაუშვით, გადავდგით ნაბიჯი და მოტყუებული დავრჩით. კეთილი. შეგვიძლია კიდევ რაიმე ვნახოთ ამ კორპუსში, რაც მაყურებლისთვის თქვენი აზრით იქნება საინტერესო, გავაგრძელოთ თუ უკვე მოვრჩით ყველაფრის ნახვას? ადამიანი, რომელსაც ჩამოვარდნილი აქვს, ჭერის საერთოდ არ ცხოვრობს, ჩემთან ერთად ითხოვს ისიც რომ გაუკეთონ და ვერ მოდის, ვერ ცხოვრობს ფაქტიურად. არა, ეს აკეთილია და ვერ განახეთ. ანუ იქაც არის ჭერი ჩამოვარდნილი. აი ამ სახში, აი ამ დინაში არის ჭერი ჩამოვარდნილი და საშინდო მდგომარეობაშია. ტელეფონის ფანრით რომ ვისარგებ. ჩვენი ტანსაცმელი ყველაფერი, იმიტომ ეს ცარიელი ბინაა, მერიის ცარიელი ბინა. ამას ქვია მერიის ცარიელი ბინა. და შემოვიტანეთ და დავაბარგეთ აქ ეს ჩემი ბავშვების ტანსაცმელი. აგერ შემოვიტანეთ აქაც ასეთი მდგომარეობა, დღეს ჩამოვარდება ეს. აი წყალი არის გამოჟონილი თუ ჩანს კადრზე. ნახე როგორ არის უკვე განაწილებულია და შეიძლება დღე-დღეზე ჩამოვარდეს აქაც. და
იგივე მდგომარეობა. სახურავი რა მდგომარეობაში არის თუ გაქვთ ინფორმაცია? სახურავი ეხლა ხანს ვითომ მოიყვანეს ვიღაც კომპანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრგან ჩამოდიოდა წყალი, ვითომ გააკეთეს, იმის შემდეგ ახლა ჩვენ არ ჩამოსულა წყალი, მაგრამ ხვალ და ზეგ რა მდგომარეობა იქნება კიდევ არ ვიცით. როგორი გაკეთებულია, როგორი ხარვეზით გაკეთებულია, კიდევ არ ვიცით. აი თქვენ ითხოვთ თუ არა ამ ბინის მდგრადობის გამოკვლევასაც, იმიტომ რომ თქვენ ახლა რაც თქვით, სხვებმაც აღნიშნეს, მათ შორის ნახეთ კადრებიც არის ჩამოვარდნილი ჭერი, ალბათ ბინის მდგრადობაც იქნება შესასწავლი, ხო? ყველაფერი შესასწავლი აქ. მე უკვე ეჭვმეპარება, რომ ეს ბინა მდგრადია და საცხოვრებლად ვარგისიანია. მე უკვე ეჭვმეპარება, იმდენი რამეა აქ უკვე ხარვეზით გაკეთებული. გასაგებია, მადლობა. მოდით გავიდეთ სადარბაზოში. ისევ მე მაყურებელს შევახსენებ, ვინც ახლა გვიყურებს, გეტყვით რომ ვიმყოფებით ბათუმში, კერძოდ თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩაზე. კი, ყველგან ჩანს, თვალსაჩინო არის წყლის გამოჟონვა, მათ შორის კედლებზე არის ნესტი, რაზეც საუბრობთ თქვენ, ეს ყველაფერი არის ცხადია თვალსაჩინო და ძალიან კარგად ჩანს და მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ბათუმის მერის წარმომადგენლებს, კერძოდ ბათუმის მერს თხოვენ, რომ პრობლემით დაინტერესდეს, რათა ნესახლი არის მათივე თქმით სარისკო რისკის შემცველი და ისინი თხოვენ ამ პრობლემების მოგვარებას. გარდა იმისა, რომ ამ შენობაში ჩამოდის წყალი, არის ნესტი, ჩამოვარდა ჭერის ნაწილი, ასევე არ მუშაობს ლიფტი, დაზიანებული არის, ვერ მოძრაობენ, ამ ბინაში ცხოვრობენ ხანდაზმულები და სართულებზე ასვლა უწევთ ფეხით. შემიძლია ქალბატონო მოგისმინოთ, თქვენ გინდათ გამყოფებიც არიან და ვერ ამოდიან და უჭირთ ამოსვლა. კიბებიც არ ვარ. კიბებიც არ გვიმარგა, რომ ნორმალურად ამოვიდეთ. ძალაუნებურად ვიღლებით. კიბეზე ვნახეთ მეტლახი არ არის და უბრალოდ არის შეღები. არის და არასწორად არის კიბეები. განლაგებული ზოგი დიდია, ზოგი პატარაა, ზოგი ძალიან პატარაა. ის იმიტომ რომ არის დაუმთავრებელი და მეტლახი რომ არ არის დალაგებული, შესაბამისად არ არის თანაბარი ეს განაწილება, ხო, ეს იქნება თვალსაჩინო. ჩვენ ცხადია, იმ შემთხვევაში თუ ბათუმის მერია მოვა აქ ადგილზე, შეხვდება აქ მცხოვრებლებს, ჩვენ ამ ამბავს გადავცემთ პირდაპირ ეთერში, ასევე მზად ვართ რომ მოусმინოთ ბათუმის მერიის წარმომადგენლებს, თუ ეკნებათ მათ სათქმელი, მზად ვართ ასევე რომ სივრცე დავუთმოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას განუმარტოს თუ რა ხდება ამ ადგილზე, მათ შორის ჩვენ მზად ვართ მშენებელ კომპანიას, ვინც ეს სახლი ააშენა, ეს კორპუსი ააშენა, მზად ვართ ვესაუბროთ და განმარტებისთვის სივრცე გამოვყოთ, თუ ეკნებათ მათ ამის მზაობა და ინტერესი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გრიშაშვილის ქუჩაზე კორპუსი აშენდა ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში. ადამიანები აქ გადმოიყვანეს ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პირიქით მოხდა ეს ყველაფერი, მათი ცხოვრება იქცა დისკომფორტად, ისინი ცხოვრობენ სარისკო საზიანო შენობაში და სწორედ ამიტომ ითხოვენ, რომ ქართულმა ოცნებამ იგნორირების პოლიტიკა შეწყვიტოს და ამ ადამიანების მოусმინოს და მოვიდეს ადგილზე და ეს პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა იმისთვის რომ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. გემშვიდობებით, ცხადია თუ ამ ამბავზე იქნება რაიმე ტიპის სიახლე, ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით აჭარა თაიმსის ვებგვერდის მეშვეობით. გემშვიდობებით, ნახვამდის.